მოგესალმებით, თქვენ უყურებთ საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის YouTube-ს, ეს კი გადაცემაა მედიცინა შენსენას. საჭიროს მომნელებელი სისტემა ჩვენს ორგანიზმში ანატომიურად ერთ-ერთი ყველაზე დიდი და თანაც ორგანოების თვალსაზრისით მრავალრიცხოვანია. შესაბამისად, მაყურებლისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ დაავადებების მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა იგი. სწორედ ამ დაავადებებზე, მათ გამომწვევ მიზეზებზე, მკურნალობის პრევენციის მეთოდებზე სასაუბროთ, ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, გასტროენტეროლოგი ბატონი გიგა სორდია. მოგესალმებით ბატონო გიგა და მადლობას გიხდით, რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი, ჩვენი გადაცემის სტუმარი და ვიმედოვნებ, რომ ძალიან ინფორმატიული და სასარგებლო იქნება ეს ჩვენი მაყურებლებისთვის. მოგესალმებით და დიდი მადლობა მოწვევისთვის. ახლა კი მინდა გადავიდე ჩვენი გადაცემის მთავარ ნაწილზე და პირველივე კითხვას დაგისვამთ, როგორც ვახსენეთ, ძალიან ბევრი ორგანო შედის ამ საჭმლის მომნელების სისტემაში. სწორედ თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა არის ის ძირითადი დაავადებები, ხშირი დაავადებები, რომელთაც მოგმართავენ, ეს იქნება თუნდაც ორგანოს, რომელი ორგანოების დაავადებები იწვევს ძირითადად ამ გასტროენტეროლოგიურ დაავადებებს. იცით, ფართო ჭრილში რომ განვიხილოთ, გასტროენტეროლოგიური დაავადებების რაოდენობა სოფლიოში იზრდება. ამას კოლოები ადასტურებს. იზრდება დანახარჯები და სამედიცინო რესურსების მოთხოვნილება იზრდება ამ დაავადების მართვისთვის. ამიტომ ერთ-ერთი ესეთი თავსახტეხი მიმართულება გახდათ სოფლიოში, თანამედროვე სოფლიოში გასტროენტეროლოგიური დაავადებების მართვა. რატომ? იმიტომ რომ იზრდება მასში ეგრეთ წოდებული ფუნქციური დარღვევების რაოდენობა, რომელიც ახალი მიმართულება, ახალი მიმდინარეობაა თვითონ გასტროენტეროლოგიაში და რომლის მართვა ცოტა განსხვავებულ სტრატეგიას გულისხმობს, დანახარჯები ხშირად ხანგრძლივია, ეს პრობლემები ხშირად აუარესებს ცხოვრების ხარისხს და ამიტომ დანახარჯები იზრდება ამ შემთხვევაში ამ დაავადების მართვაში. რაც შეეხება სიმპტომატიკას, ჩვენთვის ძირითადად ცნობილია, რომ ეს შეიძლება მოიცავდეს გულძმარვას, შებერილობას, ტკივილს მუცლის არეში, დეფეკაციის ცვლილებებს, ასევე შეიძლება იყოს ადრეული დანაყრების შეგრძნებაც. ამ სიმპტომებიდან გამომდინარე, რომ ვიმსჯელოთ. როგორ შეიძლება გავიდეთ დიაგნოზე და როგორ შეიძლება ამ სიმპტომების დიფერენცირება სხვადასხვა დიაგნოზის დროს? პირველ საკითხი რომ გავაგრძელოთ და თან გადავალ მეორეზე, ესე იგი დიდი კვლევა ჩატარდა სამ ქვეყანაში, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და დიდი ბრიტანეთი, სადაც გამოკითხული პაციენტების მოქალაქების 42% აღნიშნავს საჭმლის მომნელებელი დაავადების ჩივილებს. აღმოჩნდა, რომ თითქმის ყოველი მეორე ადამიანი და აღმოჩნდა, რომ მათ შორის ძველი სტრუქტურული დარღვევები არის მხოლოდ 15%. 85% არის ფუნქციური დარღვევები. რატომ ამახვილებ ამ საკითხზე პრობლემას? იმიტომ რომ მაგალითად ერთი ქვეყნის ინფორმაცია რომ გაგიზიაროთ, იგივე დიდ ბრიტანეთში, გაერთიანებულ სამეფოში 2014-17 წლებში მხოლოდ ფუნქციური დარღვევების მკურნალობისათვის, როგორც მედიკამენტების, ასევე სამედიცინო მომსახურების ნაწილში დაიხარჯა 78 მილიარდი ფუნტი სტერლინგი. ეს ძალიან დიდი თანხაა, ისეთი დიდებული ქვეყნისთვისაც კი, როგორც გაერთიანებული სამეფოა. ორგანოები თქვენ აღნიშნეთ, რომ მრავალფეროვანი ბევრი ორგანოს მოიცავს საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, ანატომიურადაც საკმაოდ გრძელია და იგივე ერთი ორგანოს ერთ ნაწილში სხვა დაავადებები ხდება, მეორე ბოლოში სხვა დაავადებები ხდება. შესაბამისად, მიდგომები, მკურნალობის ტაქტიკები არის ინდივიდუალური და განსხვავებული. მაგალითად, თქვენ ახსენეთ გულძმარვა, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომი, რაც არის ახლობით ეგ არის დაავადება გასტროეზოფაგური რეფლუქსის ერთ-ერთი მთავარი კლინიკური სიმპტომი და ეს დაავადება აქვს სოფლიო მოსახლეობის 25%-ს, იმდენად დასული მოსახლეობის 25%-ს. ორგანოების თვალსაზრისით ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ალბათ არის კუჭის და საყლაპავის და ასევე შედარებით მეორე ადგილზე ალბათ ნაწლავური პრობლემები, რომლებიც მრავალი
ჯგუფის პრობლემებად ყალიბდება და საერთო ჯამში ძალიან ხშირია ასევე კომორბიდული მდგომარეობები, ანუ ჩივილები როგორც საჭმლის მომნელებელი ზედა ტრაქტში, ასევე საჭმლის მომნელებელი ქვედა ტრაქტში. შესაბამისად მიდგომა ცოტა შეიცვალა და კარგია, დაბრუნდა, ასე ვთქვათ. ადრე იყო მიდგომა, ჩვენ კურნალობდით დაავადებას. ეხლა ეს მიდგომა შეიცვალა, ჩვენ არ ვკურნალობთ დაავადებას, ჩვენ ვკურნალობთ დაავადებულს, ანუ ადამიანს, პერსონას. შესაბამისად, მთელი ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს აგებული ადამიანზე, იმ ერთ ინდივიდზე, მისი ნიუანსების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ფაქტორების და ასე შემდეგ, მისი გათვალისწინებით. ამიტომ ეს კარგად გამოჩნდა ამის აუცილებლობა, განსაკუთრებით გასტროენტეროლოგიური დაავადების მართვაში და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვისაუბრეთ, რომ საკმაოდ მაღალია მისი გავრცელება, ამ მიდგომის დანერგვა მოგცემს უფრო ნაკლებ დანახარჯებს და უფრო კარგ და სწრაფ შედეგებს ექიმების მიერ გაწეული დახმარების თვალსაზრისით, პაციენტის კმაყოფილების ხარისხის თვალსაზრისით. ამიტომ საინტერესო დარგია და ძალიან ბევრი აღმოჩენის პროცესი მიმდინარეობს გასტროენტეროლოგიაში, ის რაც მაგალითად მე რასაც ვსწავლობდი, ის მიდგომები ძალიან ბევრი უკვე შეიცვალა. უკვე აბსოლუტურად 10 წლის წინ სხვა ინფორმაცია გქონდა, სხვა ხედვა გქონდა, თუმცა ბოლო 10 წელიწადში რადიკალურად შეიცვალა. განსაკუთრებით ფუნქციური დარღვევების რომი 4 გამოშვება, რომელიც 2016 წელს ჩამოყალიბდა და საერთოდ განსხვავებული ხედვა გაგვიზიარეს კოლეგებმა ამ დაავადების მართვაში. თქვენ ახსენეთ გასტროეზოფაგური რეფლუქსი. მას აქვს, როგორც ვიცით, აქვს სიმპტომები, წვა გულმკერდის არეში, ასევე გულძმარვა და მრავალი სხვა სიმპტომი, რაც შეიძლება რომ კონკრეტული ასე ვთქვათ მითითება და მინიშნება მოგცეს, რომ ეს შეიძლება იყოს გასტროეზოფაგური რეფლუქსი. როგორც ვიცი, საქართველოში თუნდაც ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანს აქვს ზუსტად ანალოგიური სიმპტომები და რა შეიგიძლიათ რომ მეტი გითხრათ ამ დაავადების შესახებ, რადგან ძალიან საინტერესოა, როგორც ახსენეთ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავადებაა. და რა არის გამოწვევების ეს შეიძლება იყოს დიეტა თუ რაიმე სხვა სახის კი ბატონო. აი ამ დაავადებას რო განვიხილოთ, მაგალითად გასტროეზოფაგური რეფლუქსი დაავადება, პოლიეტიოლოგიური დაავადება, პირველი რაც აუცილებლად მინდა აღვნიშნო, ეს ძირითადად არის ქრონიკული დაავადება. ეს ყოველთვის ჩვენ ახალგაზრდა კოლეგებმა, ექიმებმა პაციენტს უნდა აუხსნათ, ეს არის ქრონიკული დაავადება. ქრონიკული დაავადება ნიშნავს, რომ მას შეიძლება გქონდეს რეციდივები და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ექიმმა არასწორად უმკურნალა ან არასათანადო დიაგნოზი დასვა. არა, ქრონიკული დაავადებისთვის დამახასიათებელია რეციდივები. ქრონიკული დაავადება მიმდინარეობს ხანგრძლივად, დიდი ხნის განმავლობაში. ამიტომ პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ გასტროეზოფაგური რეფლუქსი დაავადება არის ქრონიკული პათოლოგია და არც ერთ შემთხვევაში თუ რეციდივი გვექნება, ეს არ ნიშნავს, რომ მკურნალობა არასწორია. უბრალოდ რეციდივი მოხდა. ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. ეტიოლოგიური ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია ცხადია კვება, საკვები. საკვების შემადგენლობა. სხვადასხვა სუბსტრანციები, რომლებიც სეკრეციის გაძლიერებას იწვევს. ასევე რელაქსანტები, გარკვეული ნივთიერებები, რომლებიც აი სპრინქტერს, რომელიც კუც გამოყოფს საყლაპავიდან, მის მოდუნებას ხელს უწყობს. მაგალითად, ესეთი არის შოკოლადი, ესეთი არის მაგალითად კოფეინი. ასევე იწვევს ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა. ან იწვევს ცუდი ხარისხის ძილი. ერთ-ერთი სხვათა შორის გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება თვითონაც ამწვავებს, აუარესებს ძილის ხარისხს, მაგრამ ასე ვთქვათ, სტრესი არის ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ხელს უწყობს და ასევე კოფეინი, ეს მოხმარება საკმაოდ იზრდება მთელ მსოფლიოში და ამ დაავადებასთან ვერ მეგობრობს. შესაბამისად, უნდა მოვიწესრიგოთ როგორც კვების ნაწილი, ასევე მენტალური ჯანმრთელობა და ძილის ხარისხი და ასევე უნდა მოვიწესრიგოთ წონა. იმიტომ რომ ჭარბი წონა სდის მუცლის დაწნევას და შესაბამისად ქმნის ხელსაყრელ მდგომარეობას, რათა მოხდეს
რეფლუქსი, ანუ კუჭიბჟავე შიგთავსის ამოსტყორცნალ ზემოთ საყლაბავში. თუ არის შესაძლებელი, რომ სხვა ორგანოების ან სხვა დაავადებების დროს მათმა მოგვცეს გასტროენტეროლოგიური, ასე ვთქვათ, ჩვენებების სიმპტომები, ან თუნდაც გამოიწვიოს გასტროენტეროლოგიური დაავადებები. რასაკვირველია, ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ კი და პირველ რიგში უნდა დავიწყოთ ნერვული სისტემიდან. ძალიან ხშირად გასტროენტეროლოგიური ჩივილი წარმოადგენს სურათს ასახავს მდგომარეობას ნერვული სისტემის. ანუ ნერვული სისტემის დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს როგორც გასტროენტეროლოგიური ჩივილები. შესაბამისად, ეს იყოს ნიშანი იმისი, რომ ამას უნდა მიექცეს ყურადღება. იგივე ეხება მაგალითად ენდოკრინოლოგიურ პრობლემებს. მაგალითად, ყველასთვის ნაცნობი ჰიპოთირეოზი და პერიკით ჰიპერთირეოზი. ჰიპოთირეოზი ახასიათებს კაბზობისკენ მიმდრეკილება და ჰიპერთირეოზი პირიქით ბაგრატისკენ. შესაბამისად, აზრი არ აქვს კურნალობას ნაწლავთა მოქმედების რეგულაციას, თუ გამოწვევი მიზეზი არის ენდოკრინული სისტემა, იმიტომ რომ ზემდგომი არის საჭმელმომნელებელი სისტემაზე, ერთგვარად არის ენდოკრინული სისტემა და მათზე უფრო ზემდგომი არის ნერვული სისტემა. შესაბამისად, ისეთი სიმპტომები, როგორიც მაგალითად არის ბოყინი, მაგალითად არის გულისრევის შეგრძნება, შეპერილობა, დაუცლელობის შეგრძნება, ბაღარათი ან პირიქით შეკრულობა ან მონაცვლეობით მუცლის ტკივილი, ესენი ხშირად შეიძლება იყოს სტრესის ან მენტალური ჯანმრთელობის დარღვევების გასტროენტეროლოგიური გამოვლენა და არც თუ ისე იშვიათად. თქვენ თავიდანვე ახსენეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ფუნქციური დარღვევები, გასტროენტეროლოგიური ფუნქციური დარღვევები. მინდა ამაზე სრულად ვისაუბროთ, რა არის ყველაზე გავრცელებული დარღვევები მათ შორის და როგორ ხდება მათი თუნდაც დიაგნოსტირება და მკურნალობა. მე წეყალ აღნიშნე, რომ 2016 წელს გამოიცა ბოლო რომის ასე ვთქვათ, სტატუსით გამოიცა რომი 4. ეს არის სიმპოზიუმი ექიმების, რომლებიც ფუნქციური დარღვევებთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვან რეკომენდაციებს გაცემენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბოლო გამოცემით 33 დაავადება არის მოზრდილებში ფუნქციური დარღვევებში შედის 33 აერთიანებს 33 დაავადებას. ამ დაავადების ყველაზე დიდი წილი მოდის ნაწლავებს და პირველი, რომელიც იქნა შესწავლილი, ეს იყო გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. ეს არის ამ დაავადების ერთ-ერთი ამ ჯგუფის დაავადებების ფუნქციური დარღვევების ეგრეთ წოდებული უგვირგვინო მეფე, იმიტომ რომ ყველაზე ხშირი და ყველაზე სამწუხაროდ შემაწუხებელი არის ეს. რა არის ჩვენს მაყურებელს რო აუხსნათ კარგად ფუნქციური დარღვევა. აი წარმოიდგინეთ პაციენტს აქვს დამახასიათებელი გარკვეული კლინიკური სიმპტომატიკა, საკმაოდ ინტენსიური, მაგრამ ჩატარებული კვლევებით მას არ უვლინდება მნიშვნელოვანი არანაირი დარღვევა. ანუ ის გაიკეთებს მაგალითად გაღიზიანებული ნაწლავის შემთხვევაში კოლონოსკოპიას, ლორწოვანი აბსოლუტურად საღია, ჯამთელია, მას არ აქვს არანაირი დაზიანება, თუმცა კლინიკური სიმპტომები აქვს. ეს კლინიკური სიმპტომები შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი, შეიძლება იყოს შეპერილობა, შეიძლება იყოს ბაღარათი, შეიძლება იყოს პირიქით აბზობა, შეიძლება იყოს მონაცვლეობა, დაუცლელობის შეგრძნება და ასე შემდეგ. ანუ მას ეს არ არის ლორწოვანის დაზიანებით მიმდინარე პრობლემა. განსხვავებით მაგალითად კუჭის წყლისგან, ხო? კუჭის წყლი ცნობილია, რომ დაზიანება არის ღრმა, სუბმუკეზოს შემდეგ, არანაკლებ 5 მმ-ის დიამეტრის. შესაბამისად, დღეს იმის გათვალისწინებით, რომ ფუნქციურ და სტრუქტურულ დარღვევებს კლინიკური სიმპტომები აქვთ იდენტური, აბსოლუტურად ერთნაირი. მკურნალობის ტაქტიკა არის განსხვავებული, ანუ სტრუქტურულზე რაც მედიკამენტი მუშაობს, ის ნაკლებად ან საერთოდ არ მუშაობს ფუნქციური დარღვევების დროს. და ამიტომ არის ეს იწვევს იმედგაცრუებას პაციენტებში, იმიტომ რომ აქვთ გარკვეული კლინიკური სიმპტომები,
ვისაც სტრუქტურული აქვს, იმას ძალიან მარტივად ეხსნება კლინიკური სიმპტომები, ხოლო ვისაც ფუნქციური აქვს, მას არ ეხსნება და ეს მეორადად იწვევს ასევე კიდევ დამატებით პროცესების განვითარებას, პაციენტი ცხოვრების ხარისხი უარესდება, ეს კლინიკური სიმპტომები ქრონიკულია და მოკლედ ცხოვრების ხარისხი უარესდება. შესაბამისად, მთავარი გამოწვევა არის პირველი უნდა მოხდეს დიაგნოსტირება, რომ ნამდვილად ფუნქციურია და გასტროენტეროლოგიური კვლევები თქვენ მოგეხსენებათ, ესეთი მარტივად გასახორციელებელი კვლევა არ არის, ხო? აი დამყოლობა მაგალითად ენდოსკოპიურ კვლევებზე, იგივე კოლონოსკოპია, გასტროსკოპია, ასეთი ღრმა დამყოლობა არ არის, განსხვავებით თქვა მაგალითად ენდოკრინოლოგიური დაავადებებისგან, სადაც უმეტესობა ძალიან კარგად ჩანს სისხლში, ხო? ჰორმონების განსაზღვრა მარტივად ხდება. ასე არ არის სამწუხაროდ გასტროენტეროლოგიის შემთხვევაში და ამას ემატება მეორე ის, რომ მედიკამენტები დეფიციტი გვაქვს, ასე ვთქვათ. ანუ ის საშუალებები, რომლებიც აი ამ ნევრკუნთოვანი პათოლოგიების მართვაში დაგვეხმარება, არც თუ ისე დიდი ფუფუნება გვაქვს. რაც ნამდვილად მოხსნილია და გადაწყვეტილია სტრუქტურული დარღვევების შემთხვევაში. ანუ ეხლა წყლული არის ბევრად მარტივი სამართავი, ვიდრე მარტივი მაგალითად ფუნქციური დარღვევა. და ეს ფუნქციური დარღვევები რაც ყველაზე მთავარია, ნებისმიერ მარტო მაყურებელმა არ მინდა იფიქროს, რომ მხოლოდ ნაწლავშია, ეს შეიძლება იყოს საკლაპავში, შეიძლება იყოს კუჭში, შეიძლება იყოს 12 გოჯა ნაწლავში, შეიძლება იყოს სანაღვლე გზებში და ასე შემდეგ. ხშირად, როდესაც პაციენტები ხებულობენ სხვადასხვა მედიკამენტებს სხვა დაავადებების სამკურნალოდ, არა თუ საჭმლის-მომნელებელი სისტემის, არამედ ნებისმიერი სხვა დაავადების გამო უვითარდებათ, ასე რომ ვთქვათ, გვერდით ეფექტად საჭმლის-მომნელებელი სისტემის დაავადებები. თუ შეგიძლიათ რომ მარტივად აგვიხსნათ, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი და რა შეიძლება პრევენციის გზად რომ გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში? ძალიან კარგი შეკითხვა. პირველი მსგავსი მედიკამენტები ჩვენ გასტროენტეროლოგებს რაც ყველაზე მეტად არ გიყვარს არის ორი მედიკამენტი, 2-3 ძირითადად. ერთი არის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები. ხო? მარტივად რო ვთქვათ, ტკივილგამაყუჩებლები, ხო? ტკივილგამაყუჩებლებს ახდენენ პროსტაგლანდინების სინთეზის ბლოკირებას. პროსტაგლანდინების სინთეზის ბლოკირება შედეგად გვეხსნება ტკივილი, ანთება და ტემპერატურა და პაციენტი გრძნობს შვებას, მაგრამ ეს პროსტაგლანდინები აუცილებელია იმისათვის, რათა კუჭმა საკუთარი თავი არ მოინელოს, ისევე როგორც საკვებს ინელებს. ეს პროსტაგლანდინებია მათ შორის ბარიერი, რომელიც აუცილებელი მექანიზმია. შესაბამისად, ჩვენ კი მოგვახსნა ანთება, ტკივილი და ცხელება, მაგრამ სამაგიეროდ კუჭის ლორწოვანი დარჩა დაზიანების ეგრეთ წოდებული ბრონის გარეშე და შესაბამისად მარტივად არის. მეორე ესეთი არის, როდესაც გულისისშემიური დაავადება არის, ხშირად უწევთ ასეთ პაციენტებს ასპირინის მიღება და ამ ასპირინის გამოყენებას ხშირად ახლავს ლორწოვანის გაღიზიანება და მესამე ეს არის ჰორმონები. ახლა ეს ჰორმონების გამოყენება ესეთი ინტენსივობით არ ხდება მაინც, თუმცა როცა არის და საჭიროება არის სისტემური დაავადებები, როცა არის, ბუნებრივად ჭირდება და აუცილებელია გასტროპროტექტორის ჩართვა. აუცილებელია, იმიტომ რომ ხშირად ვიგებთ ხოლმე განსაკუთრებით ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღების დროს შეიძლება კუჭის წყლული იმდენად სწრაფად ჩამოყალიბდეს ორ კვირაში მაგალითად. და კლინიკურად არანაირი მანიფესტაცია არ იყოს, განსაკუთრებით ხანგრძლივებში. და შეიძლება მოხდეს წყლულის სიზღდენა, ან პერფორაცია და პაციენტი შეიძლება ძალიან დამძიმდეს და სერიოზული საფრთხე შეექმნას ჯანმრთელობის. ამიტომ რეკომენდაცია არის პროტონ ტუბოს ინჰიბიტორები, როგორც წესი, ეგრეთ წოდებული გასტროპროტექტორები, როდესაც მინიმუმ 1 კვირა და მეტი არის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალების გამოყენება უწევს პაციენტს. ნუ იქ იმის დანიშნულებით რასაკვირველია თვითნებურად არ გაუწევთ არც ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდების გვერდითი მოვლენები და შესაძლო რისკები ეს ერთია მხოლოდ სიზღდენა საჭმლის-მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილიდან, თუმცა მას ხშირად ახასიათებს ვიძლის უკმარისობის
განვითარება, ხანგრძლივი გამოყენებით, ასევე თիկვის უკმარისობა და ასე შემდეგ. თანამედროვე სამყაროში ძალიან აქტუალურია დიეტები. და შეგვიძლია ვთქვათ გამოვყოთ ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც არის 18 საათიანი დიეტა. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე და თქვენი ცოდნიდან გამომდინარე, რამდენად თუნდაც სახიფათოა ან პირიქით კარგი არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის და საჭიროებრივი სისტემის ჯანმრთელობისთვის. კი ბატონო. მოდი ცოტა სხვანაირად მინდა ეს საკითხი დავინახოთ. რატომღაც არ ვიცი რატომ ალბათ უფრო ჩვენი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ამის გაგრძელება მგონია მაინც გასტროენტეროლოგი ყველას მიაჩნია ადამიანი რომელიც ნიშნავს დიეტებს. არ არის ეს ასე. მინდა გითხრათ, არის ფანტასტიკური პროფესია დიეტოლოგი, რომელიც ამას ძალიან კარგად საზღვრავს და ატკეს. ცხადია, ახლა დიეტის მიმართულებები ჩვენი, ასე ვთქვათ, ბიძაშვილი დარგია, არ არის ხა ძალიან შორს ჩვენგან, მაგრამ მოდით დიეტებთან დაკავშირებით ჩემ ხედავს გაგიზიარებთ. ჯერ ერთი დიეტოთერაპია მე წარმომიდგენია როგორც მკურნალობის ერთ-ერთი ფორმა. როგორც ფიზიოთერაპია შეიძლება იყოს მკურნალობის ფორმა, ან რაღაც მედიკამენტების გამოყენება, აი ზუსტად ესეთი არის დიეტოთერაპია. დიეტოთერაპია არის ადრიდან ბედღემდე გარკვეული ამოცანის შესასრულებლად. ამიტომ არსებობს დიეტოთერაპიები კონკრეტულად ინდივიდუალური დაავადებების შემთხვევაში. მაგალითად, დიეტოთერაპია ზედა კუჭნაწლავის ტრაქტის დაზიანებით, ლორწოვანის დაზიანებით მიმდინარე დაავადებების დროს, ხო? კლასიკური თქვათ. აქ შედის შეზღუდვები. მაგალითად, საკვების, რომელიც იწვევს წვენის ჰიპერსეკრეციას, ხო და ასეთი არის მაგალითად ციტრუსი, ხო, პირობითად, ან კოფეინი, ან ცხარე საკვები, ხო, რომელიც სეკრეციას დის. აი დიეტოთერაპიები ინდივიდუალურად უნდა მოხდეს ადამიანების მიმართ დადგენა, ინდივიდუალურად უნდა მოხდეს თითოეული დაავადების მიხედვით და ინდივიდუალურად უნდა მოხდეს შერჩევა სპეციალისტის მიერ. რატომ? იმიტომ რომ არსებობს ერთი უნივერსალური დიეტა, რომელიც ყველა პრობლემას მოაგვარებს. აი მაგალითად თუ გვაქვს ლაქტოზის აუტანლობა, ან გლუტეინის აუტანლობა, აქ აუცილებელია ამ პროდუქტების შემცველი, ამ მოლეკულების შემცველი საკვების შეზღუდვა. და მეტი არაფერი, ძირითადად მეტი არაფერი. შესაბამისად, ინდივიდუალურად თითოეული დაავადების შემთხვევაში. ეხლა რაც შეეხება მე ძირითადად არა დიეტურ რეკომენდაციებს, არამედ მე გავცემ ჯანსაღკვების რეკომენდაციას. ჯანსაღკვების რეკომენდაცია არ არის დროში შეზღუდული პროცესი. ანუ ჯანსაღკვების რეკომენდაცია არ არის დიეტური ხო, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. აი მაგალითად, პირობითად ვლაპარაკობ, ცხიმიანი ღორის ხორცი, რომელიც რაღაცა ტიპებს კონში, ის ხორცი რომ მიღებას რო უგზავნო პაციენტს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტი არის დიეტაზე ეგრეთ წოდებულზე, ხო? ეს არის ჯანსაღკვების რეკომენდაცია. ის რომ არ უნდა მიიღო ბევრი ალკოჰოლი, ჭარბად და ბოროტან თამბაქოს მოხმარება, ეს არ არის რაღაცა ისა რა ვქია, ადრიდან ბედღემდე. აი ეს თუ გააგრძელებს სულ, ეს არის კარგი შენი ორგანიზმისთვის. ხო, იგივე თუ ზედმეტად ცხარე საკვებს არ მიიღებ, ეს კარგი არის შენი საჭიროებრივი, თუ არ გაქვს ეს პრობლემა, მაშინაც კარგია, რომ გაქვს, მით უმეტეს კარგია, ხო? ამიტომ ჯანსაღკვების რეკომენდაციები შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ. ამიტომ მე როცა პაციენტს ვუხსნი, ძირითადად ჯანსაღკვების რეკომენდაციებს და ასევე დაავადებასთან დაკავშირებით ზეპირსიტყვიერად განმარტებას ვაძლევ, რომ რა ტიპის საკვები უნდა შეზღუდოს. რა მივიღო არა, რა უნდა შეზღუდო, ხო? კანონში წერია, რისი გაკეთების უფლება არ გვაქვს. ანუ რაც კანონით არ არის აკრძალული, ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია, ხო? ამიტომ მარტივია გაცილებით. რისი მიღება კი ვთხოვენ, რა მივიღო არა, რის მიღება გაქვს შეზღუდული. აი ეგ არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება დიეტებს, ეს სერიოზული დარგია, ეს სერიოზული მუშაობა მიდის ამაზე. რამოდენიმე არის, ვთქვათ, არის სკანდინავიური დიეტა, არის ხმელთაშუა ზღვის დიეტა, არის კეტო დიეტა და ასე შემდეგ. ინდივიდუალურად გაარჩნია ამოცანას, რა ამოცანას ვსახავთ. იმის მიხედვით უნდა დაიგეგმოს ეს ყველაფერი დიეტოლოგის მიერ. მე მგონი საინტერესო იქნება ჩვენს მაყურებლებს თუ ვესაუბრებით თუ
როგორ მოქმედებს და რამდენად მოქმედებს სტრესი, მოწევა, ჭარბი ალკოჰოლის მიღება, ან თუნდაც სხვა მავნეჩვევები კუჭნაწლავის სისტემასთან და მთლიანად საჭმლის მომნელებელ სისტემასთან. გარკვეულწილად ამ საკითხზე ჩვენ ვისაუბრეთ. მე მინდა თქვა ერთი რამ, ცოტა შეიძლება ესეთი დაუჯერებლად ჟღერდეს. ჩემი შეფასებით, ჩემი პირადად სტრესი ისეთივე გავლენას ახდენს კუჭნაწლავის დაავადებების ჩამოყალიბებაში, სიმპტომების და დაავადების ჩამოყალიბებაში, როგორც არაჯანსაღი კვება. მე ვფიქრობ, რომ არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება უფრო მეტ გავლენასაც ახდენდეს. მაგალითად, გვიანძილი და სტრესი ახდენდეს იმაზე მეტ გავლენას, ვიდრე არაჯანსაღი კვება. ამიტომ თავარი რეკომენდაცია რაც არის ხოლმე სულ ჩემ პაციენტებთან, ყველა რეკომენდაციის ფურცლში სანამ საკვების რეკომენდაციას მივცემ, აუცილებლად არის მითითებული, რომ ძილის მოწესრიგება. ეს არის დიდი პრობლემა ამ ქვეყანაში, რაც გვაქვს. ჩვენ საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია ძილი 12 პირველი 2 საათზე, ეს მიაჩნია ნორმალურად. ან მაგალითად 4-ზე რო იძინებს და ვთქვათ, მე რა 4-ზე იძინებს 8 საათი ძილას. არა, ეს დიდი შეცდომაა. რატომ? ძილი უნდა იყოს იმ ფაზებში, რომ უნდა ემთხვეოდეს სეროტონინ, მელატონინის ცვლის ფაზებს. სეროტონინი როცა გამოიყოფა, ჩვენ უნდა გვეღვიძოს, როცა მელატონინი გამოიყოფა, ჩვენ უნდა გვეძინოს. ასე არის ადამიანის ორგანიზმი მოწყობილი. ამიტომ ჩვენ აი ამას, როდესაც სეროტონინი გამოიყოფა, არ უნდა გვეძინოს და როცა მელატონინი გამოიყოფა, არ უნდა გვეღვიძოს. იმიტომ რომ ძილის ხარისხი იკარგება. რა ხდება მერე? ძილის ხარისხი იკარგება, სუსტება ჩვენი მენტალური ჯანმრთელობა. გარკვეული პრობლემები ჩნდება. და როდესაც ეს პროცესი გაგრძობითია თან, უკვე ის შეიძლება გამოვლინდეს როგორც კუჭნაწლავის ჩივილი. და ბევრი ინფორმაციის მიღება. ხა ისეთ ეპოქაში ვართ, რომ ვერ ვექცევით ამ ინფორმაციას. მესმის, რომ აი ერთი, ვთქვათ, ჩამოსკროლა Facebook-ზე, ხო? წარმოუდგენელად ბევრი ინფორმაციას ვიღებთ. აი ჩვენ რო არ გვინდა ისე, აი ერთი წუთის განმავლობაში უამრავ ინფორმაციას ვიღებთ. და ბევრი ინფორმაცია სტრესია. რატო გაიზარდა კუჭნაწლავის დაავადებები? იმიტომ გაიზარდა სტრესი. სტრესი არის ბევრი ინფორმაციის მიღება. სტრესი არ არის მაინდა-მაინც რაღაცა, ვთქვათ, ბომბების ქვეშ ცხოვრება, ხო? მაგალითად, როგორც ხდება ხოლმე ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. არამედ სტრესი არის ბევრი ინფორმაციის მიღება. ბევრი ინფორმაციის მიღებასაც და შესაბამისად შეიძლება ეს იყოს ინიციატორი გარკვეულწილად ამ გასტროენტეროლოგიური დაავადებების სიმრავლის. მე წეგან აღვნიშნე, რომ 1/5-ზე არის სტატისტიკა ფუნქციური დარღვევების და სტრუქტურული დარღვევების. და ამის ასე დრამატული ზრდა სავარაუდოდ უკავშირდება სტრესს და ნერვულ სისტემას. ჩვენი გადაცემა ნელ-ნელა დასასრულს მიმოახლოვდა და ბოლოს რომ შევაჯამოთ. თქვენ თქვით ბევრი რჩევა, გაიცით ბევრი რჩევა, რომ ჯანსაღად იკვებონ, შეეშვან შეძლების დაგვარად თამბაქოს მოხმარებას, შეამცირონ სტრესის დონე, მაგრამ საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, ერთიანად რომ თავი მოუყაროთ, რა შეიძლება გააკეთონ პაციენტებმა და არა თუ პაციენტებმა, ადამიანებმა, ჩვენმა მაყურებლებმა, რომ თავიდან აიცილოს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადება. პირველი დავიძინოთ დღეს და გავიძოთ ხვალ. ეს არის აუცილებელი. თავარი საკითხი. თუ გვაქვს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა, აუცილებლად ეს საკითხი უნდა იყოს სპეციალისტთან მოგვარებული, რომ ჩვენ კუჭნაწლავის პრობლემები არ შეგვაწუხოს. მეორე, კვების რეკომენდაციებში ის საკვები, რომელზეც ჩვენი ორგანიზმი რეაგირებს წვავეთ და გარკვეული კლინიკური სიმპტომების ჩამოყალიბებას იწვევს, ასეთ საკვებს მოერიდოთ. ეს არის განსაკუთრებით ესეთი სეკრეცია მასტიმულირებელი და ასევე დაკონსერვებული საკვები, ასე ვთქვათ, ხო? ხა რა არის ერთი პრობლემა კიდევ ასევე მინდა ამაზე გაუსვა ხაზი საკვების კვების ინდუსტრია
ეგრე მაინც ჩვენთან მოდის დიდ წინააღმდეგობაში. რატომ? სოფლიო არის მოსახლეობა იზრდება წარმოუდგენლად და ეს სოფლიოს მოსახლეობა რომ იზრდება მოთხოვნილება საკვებზე. ამიტომ ეკონომიკა ცდილობს შექმნას პროდუქტები, რომელიც იქნება A იაფი, B ხანგრძლივად შესანაკი და C ხელმისაწვდომი. აი ჩვენ რომ შევალთ მაღაზიაში მაგალითად, ისეთი საკვები, რომელიც არის ხანგრძლივი ვადით შეიძლება შეინახოს, არის ამ ქიმიური ფორმულებით და პროცესებით, მას უკავია სუპერმარკეტის, მაღაზიის 90%. ისეთი პროდუქტი, რომელიც მარფუჭებადია და სასარგებლოა, ეს არის ხილი და რძის ნაწარმი და ბოსტნეული, არის ალბათ 5-10%. შოკოლადის სექცია არ თავდება, ორწყობილების სექცია არ თავდება, გაზიანი სასმელების სექცია არ თავდება, 10-ჯერ მეტი სივრცე უკავია. რატომ? იმიტომ რომ შოკოლადი რაღაც ლარნახევრად შეგიძლია მიიღო ისე რაღაცა ენერგია და მარტივია, იყიდი, მოსახმარად იაფია, ხელმისაწვდომია და ეს უკვე იწვევს გასტროენტეროლოგიურ პრობლემას. ამიტომ ესე მარტივად ამის გადაწყვეტა ესე მარტივი არ არის და არც უახლოეს პერიოდში გადაწყდება, მაგრამ უბრალოდ პრობლემის არსი რო წარმოვიდგინოთ. და მესამე თქვა თავარი რეკომენდაცია რაც არის, ეს არის თუ გვაქვს კლინიკური სიმპტომები, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტირება, გამოვლენა დაავადების და შემდგომ ეფექტური მეთვალყურეობა. იმისათვის, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ გართულებები, ბევრი დანახარჯები, ბევრი ფინანსები და ამ ყველაფერმა ჩვენ, ასე ვთქვათ, სოციალურ კეთილდღეობას არ მიაყენოს ზიანი. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით ბატონო გიგა ჩვენ გადაცემაში სტუმრობისთვის და ასეთი საინტერესო და ვრცელი ინფორმაციისთვის. ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება და ინფორმატიული ჩვენი მაყურებლებისთვის ეს ყოველივე. მინდა მადლობა გადაუხადოთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახურს ჩვენი პროექტისა და ამ ორგანიზაციის მხარდაჭერისათვის. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო, ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ეპიზოდებში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. დიდი მადლობა.